ის ყველაზე დიდი ფარისეველია, ვინც კი ოდეს მე მინახავს. ადრე მეუბნებოდა, რომ შესაძლებლობას არ მომცემდა, რადგან პატარა ვიყავი. და ახლა ის არის პატარა, რომელიც იმავე შესაძლებლობას ეძებს, რასაც მე ვეძებდი. ანუ შენ აკრიტიკებდი ჩემს გადაწყვეტილებას ან ქმედებას და ახლა ზუსტად იგივე საკეთებ. ჩემს ცხოვრებაში ასეთი ფარისეულობა არ მინახავს. მისმა მენეჯერმა ალი აბდულაზიზმა ინტერვიუში თქვა შემდეგი სიტყვები: თითქოს მადლობა უნდა გადაგეხადა ისლამ მახაჩევისთვის, რომ ქამარი ვაკანტური გახადა. მადლობა მას უნდა გადაეხადა ჩემთვის, რომ მისი ვარსკვლავი სერიოზულად არ ვცემე და რომ დღეს მისი ბიჭი ჯერ კიდევ ფასობს და რომ მას რაღაც დონეზე მაინც აქვს ავტორიტეტი, მადლობელი უნდა იყოს. ეს იყო ბრძოლა, რომელიც ყველას უნდოდა. მზად ვიყავი ამისთვის, ვემზადებოდი, ჩემს ხელთ რაც მქონდა ყველაფერი მაგიდაზე დავდე და ისინი გაიქცნენ. თავიდანვე არც ერთი წამით არ ქონდათ რეალური სურვილი, რომ ეს ბრძოლა მიეღოთ. მოდი ახლა ისევ ალის განცხადებებს დაუბრუნდეთ. არ ვიცი რა რეაქცია გქონდა, როცა წაიკითხე, თითქოს ყველაფერი ხელმოწერილი იყო და მხოლოდ ბელალის გამარჯვება იყო საჭირო, რომ თქვენი ბრძოლა შემდგარიყო. მატყუარები არიან, ეს სუფთა სიცრუეა. რეალობასთან კავშირი არ აქვს, მაგრამ ამავდროულად ხვდები, მისი საქმეა, რომ თავისი კლიენტების დატოვებული ჩაბინძურებული გაასუფთავოს. ილია, გეგმავ წონის კატეგორიის შეცვლას, რომ ისლამს გაეკიდო, რათა აღარ გაგექცეს, რასაც ადრე ამბობდი. რატომ უნდა გავეკიდო? თუ ვინმე გარბის დაბულინგება არ არის საჭირო. თუ გარბის გავუშვი. არც მე მინდა ბრძოლა იმ ადამიანთან, ვისაც ჩემთან ბრძოლა არ სურს.